კვლავ მოგესალმებით JNS TV-ზე. ამ კვირაში ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც დიდი ხანია აქტუალურია. აშშ-ს დახმარების შეწყვეტა ისრაელისთვის. დიახ, სწორად გაიგეთ. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ კვირას გადაცემა 60 წუთში განაცხადა, რომ ისრაელი მომდევნო 10 წლის განმავლობაში გეგმავს აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირებას და სრულად დამოუკიდებელი გახდება. რეალობა კი ისაა, რომ ისრაელისთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტი მნიშვნელოვნად ზღუდავს ისრაელის შესაძლებლობას გაყიდოს. ასევე ეს ხელს უშლის ისრაელს გაყიდოს იარაღი იმ ქვეყნებზე, რომელთაც აშშ კონკრეტულად არ ამტკიცებს. მაგრამ ისრაელი ტექნოლოგიებსა და თავდაცვაში მსოფლიო ლიდერია. მისი MSP კი $700 მილიარდ შეადგენს. მას დახმარების პაკეტი არ სჭირდება. ამიტომ, როცა ანტისემიტები წუწუნებენ აშშ-ის დახმარებაზე ისრაელისთვის, სინამდვილეში სწორედ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ისინი ასე ზუსტ ეთანხმება მათ. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი დაუფიქრებელი და ემოციური რეაქცია ნეთანიაჰუზე, რაც ბოლო დროს ვიხილეთ. ბევრი კრიტიკოსი ბიბის აკრიტიკებს იმის გამო, რომ წლებია ირანის ბირთვული იარაღის მიღებაზე აფრთხილებს და მაინც ესჯერ არ მომხდარა. თითქოს ეს რამეს ამტკიცებდეს. მინდა ერთი ამბავი გიამბოთ. ამ კვირაში სამწუხაროდ წავიკითხე ერთ-ერთი ყველაზე სულელური სტატია, რაც ბოლო დროს მინახავს. და გულწრფელად რომ თქვა, ეს იდეალურად ასახავს კრიტიკული აზროვნების ნაკლებობას, რაც ამჟამად დასავლეთში ხდება. ეს იყო საავტორო სტატია ერთ-ერთი ამერიკელი ებრაელი კაცისგან, რომელიც აშკარად მარქსიზმით იყო გატაცებული და დგამდა ამ ებრაულმა საზაფხულო ბანაკმა მომატყუა სპექტაკლს. რაც იყოს როგორც გინდათ. ინტერნეტი სავსეა ადამიანებით, რომლებიც თავიანთი ზრდასრული პოლიტიკური იდენტობის კრიზისში ბანაკის ხელმძღვანელებს ადანაშაულებენ. მაგრამ ამ იდეოლოგიური ნერვული აშლილობის ქვეშ იმალებოდა ერთ-ერთი ყველაზე არაკეთილსინდისიერი არგუმენტი, რომელსაც ადამიანები აბსოლუტური თავდაჯერებულობით იმეორებენ, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად არ აქვთ წარმოდგენა, რაზე ლაპარაკობენ. რომ ნეთანიაჰუ და ისრაელი 10 თლეულებია ამბობენ, ირანი ბირთვული იარაღს რამდენიმე თვეში მიიღებსო, მაგრამ ირანს ჯერ კიდევ არ აქვს ბირთვული იარაღი. ამიტომ ნეთანიაჰუ და ისრაელი აუცილებლად იტყოებიან. და ადამიანები ამას ისე ამბობენ, თითქოს ეს რაღაც გამანადგურებელი მტკიცებულებაა, ან თითქოს მათ გამოიჭირეს ისრაელი ტყუილში. მაგრამ დაფიქრდით, რამდენად წარმოუდგენლად სულელურია ეს ლოგიკა, თუ მას 5 წამზე მეტხანს გააანალიზებთ. ისლამურ რეჟიმს ბირთვული ბომბი არ აქვს, იმიტომ რომ ხალხი მუდმივად აჩერებდა მათ. აი ამ ნაწილს ყოველთვის მოხერხებულად ტოვებენ ეს გენიოსები. ეს გავს მეხანძრეების დაცინვას იმის გამო, რომ შენობა, რომლის შესახებაც გაგაფრთხილეს, არასდროს დამწვარა, მაშინ როცა შეგნებულად უგულებელყოფ იმ ფაქტს, რომ მათ 20 წელი გაატარეს ნაპერწკლების ჩაქრობაში. ხო, ეს ნამდვილად არ არის ის. აჰა, მოგიჭირე მომენტი, რაც გონია. და მაინც, ისეთი ადამიანები, როგორიცაა თაკერ კარლსონი ან ჩენკ უგერი, ამაზე ისევ და ისევ ლაპარაკობენ, თითქოს რამეს ამტკიცებდეს. ერთადერთი რასაც ეს ამტკიცებს არის ის, რომ მათ ტვინი აქვთ გაფუჭებული და ვერ ხვდებიან რა გაკეთდა რეჟიმის ბომბამდე მისასვლელი გზის შესანელებლად. მაგრამ ეს ყველაფერი არც არის გასაკვირი, როცა ამ კვირაში თაკერ კარლსონისა და გრანდ მაკრუპერ მეგან კელის თითქმის კომიკურ სისულელეებს უსმენთ იმის შესახებ, რომ თუ ისრაელს დახმარებას შეუწყვეტენ, ისრაელი იძულებული იქნება ბირთვული იარაღი გამოიყენოს. შეხედეთ. ისრაელი ვერ შეძლებდა ბლოკადის გაძლებას ან თავის დაცვას 24 საათის განმავლობაში თუ მას უკან არ ედგა $1.5 ტრილიონი ღირებულების ამერიკული სამხედრო მხარდაჭერა, საის ხანგრძლივი თავდაცვის გარანტია, რომელიც ჩვენ ისრაელთან გვაქვს. თუ ეს გაკრება, ისრაელს ორი არჩევანი ექნება. ან განადგურება შეეგუება, ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. აი ესეთ მდგომარეობაში ვიქნებოდით, რომ არა ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა ისრაელისთვის წერტილი. ასე რომ ვიც გეუბნებათ, რომ ისრაელი ამას გააკეთებს, ისრაელი იმას გააკეთებს. ისრაელს არ აქვს საკუთარი თავის დაცვის უნარი, წერტილი. და პენტაგონში ვინც გულწრფელად გესაუბრებათ არაოფიციალურად, დეტალურად აგიხსნით ამას. ისრაელი ამას არაფერს გააკეთებდა. მას არ ექნებოდა 6, 8 ან 10 ფრონტიანი ომი, ან რაც არ უნდა იყოს ის მრავალთავიანი ომი, რომელსაც ახლა აწარმოებენ. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა აშშ-ს სამხედროების გარეშე, ამერიკელი ჯარისკაცების გარეშე, რომლებიც მათთვის იღუპებიან, ამერიკელი გადამხდელების ფულით, რომლითაც ეს ყველაფერი ფინანსდება. ასე რომ ესეც არის. მაპატიეთ. რა? აქ იმდენი არასწორი ვარაუდია, რომ ყველაფრის განხილვა 1 წუთში შეუძლებელია. პირველ რიგში, ისრაელი არასოდეს დამუქრებია სხვა ქვეყნის რუკიდან წაშლით. ისრაელი არ არის რეჟიმი, რომელიც ხალხს ამწეებიდან კიდებს. ისინი არ არიან რეჟიმი, რომელიც ტერორისტული პროქსი არმიების მეშვეობით ახლო აღმოსავლეთის ნახევარს კოლონიზაციას უწევს. ეს არ არის რეჟიმი, რომელიც აფინანსებს ჰეზბოლას, ჰამას, ჰუთებს, შიიტურ მილიციებს ერაყში, პალესტინურ ისლამურ ჯიჰადს, ჰამასს და სხვა ტერორისტულ უჯრედებს საზღვარგარეთ. ეს არის ირანის ისლამური რესპუბლიკა. ეს არის ისლამური რეჟიმი, რომელიც არის ექსპანსიონისტური რევოლუციური დიქტატურა, რომელიც ღიად მოუწოდებს გენოციდისკენ, მასობრივად სჯის სიკვდილით საკუთარ ხალხს და აფინანსებს ტერორისტულ პროქსებს მთელ რეგიონში.
და მაინც რატომღაც ქვეყანა, რომლისაც ყველას უნდა ეშინოდეს ისრაელია. ეხლა მაშინ როცა ზოგი ადამიანი უბრალოდ სულელია, მე მჯერა რომ ტაკერი და მეგანი სინამდვილეში უკეთიციან, თუნდაც ამ კონკრეტულ საკითხში არ ერკვეოდნენ. მაგრამ მათ ასევე მშვენივრად ესმით, რომ დღეს ყველაზე მეტ ყურადღებას და ჩართულობას ანტიისრაელური, ან სინამდვილეში ანტიებრაული შიშის დათესვა იწვევს. და ეს არის მათი ერთადერთი პრიორიტეტი, რადგან ისინი გაუნათლებელ კონსპირაციულ მუსლიმ აუდიტორიას აუთვისებელ ფინანსურ პოტენციალად აღიქვამენ. ასე რომ საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ტაკერი და მეგანი ცდებიან, ისინი აქტიურად ავრცელებენ დეზინფორმაციას და ამავე დროს ატყუებენ საკუთარ აუდიტორიას. მაგალითად, როცა მიხვდებით, რამდენი ძალისხმევა ჩაიდო ირანის ბირთვული პროგრამის ჩაშლოში იმ დროს, როცა ისრაელი განგაშს ტეხდა, დაიწყებთ შემჩნევას, როგორ მეორდება ზუსტად იგივე სქემა სხვა ბევრ ბრალდებაშიც, რომლებიც ნეთანიაჰუსა და ისრაელის წინააღმდეგ არის წამოყენებული. საერთაშორისო საზოგადოების ნაწილიც კი იყო ჩართული ამ საკითხში, რადგან მათაც 10 წლეულები გაატარეს ისლამური რესპუბლიკის ბირთვული ამბიციების შეფერხებაში. 2000-იანი წლების დასაწყისში IAEA-ის ინსპექტორებმა გამოავლინეს რეჟიმის საიდუმლო გამდიდრების საქმიანობა ნათანზეში და უპასუხეს სანქციებით, მათ შორის საბანკო შეზღუდვებით, ექსპორტის კონტროლითა და ტექნოლოგიების შეზღუდვებით. შესყიდვების ქსელები გახდა სამიზნე და ფარული ოპერაციები გაძლიერდა. 2010 წელს ისრაელს მიაწერეს Stuxnet-ის კიბერშეტევა, რომელმაც ნათანზეში დაახლოებით 1000 ცენტრიფუგა გაანადგურა. და იმავე პერიოდში ირანელი ბირთვული მეცნიერები ერთის შემდეგ მეორე მოკლეს. მასუდ ალი მოჰამედი, მაჯიდ შაჰიარი, დარიუშ რეზანი ნიჯადი, მუსტაფა აჰმედ როშანი, სია გრძელდება. შემდეგ კი ცენტრიფუგების ობიექტები აფეთქდა. 2020 წელს აფეთქებამ ნატანზში მდებარე თანამედროვე ცენტრიფუგების აწყობის ობიექტი მძიმე დააზიანა და სერიოზული ზიანი მიაყენა მას. იმავე წელს მოუსენ ფაჰიზადე, რომელიც ფართოდ ითვლებოდა სამხედრო ბირთვული პროგრამის არქიტექტორად, თეირანის გარეუბანში მოკლეს. და ვინ შეიძლება დაივიწყოს მოსადის ეპიკური ოპერაცია 2018 წელს, როდესაც მათ თეირანში შეაღწიეს და რეჟიმის საიდუმლო ბირთვული არქივი მოიპარეს. 10,000-ობით საიდუმლო დოკუმენტი, რომლებიც ამტკიცებდა, რომ რეჟიმი წლების განმავლობაში იტყუებოდა თავისი ბირთვული ამბიციების სამხედრო ასპექტებზე. ასე რომ წლების განმავლობაში დივერსიების შემდეგ ბირთვული პროგრამა არაერთხელ შეაფერხეს, თვეებით თუ არა წლებით. ამის შემდეგ ისრაელის აგენტები შევიდნენ მტრის სახელმწიფოში, შეაღწიეს საიდუმლო საწყობში, მოიპარეს 9 ტონას საიდუმლო ბირთვული მასალა და გააპარეს იგი ქვეყნიდან. სანამ ირანელები მიხვდებოდნენ რა მოხდა. ხალხი ინტერნეტში მაინც ზის და ამბობს, თუ ირანი ასეთი საფრთხეა, ნუ თუ ბომბი უკვე არ ექნებოდათ. ხედავთ, ნეთანიაჰუ მოგვატყუა. კი, რეჟიმს დღეს ბომბი არ აქვს, რადგან ისრაელი მუდმივად აჩერებდა მათ და სწორედ ეს არის მთავარი აზრი. და მაინც ამ ყველაფრის შემდეგაც კი ჯერ კიდევ არიან ადამიანები, როგორიცაა ტაკერი და მეგანი, რომლებიც ისრაელზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს ის უსუსური პარაზიტია, რომელიც ამერიკელების გულუხობაზეა დამოკიდებული. რაც გვაბრუნებს იმ ფართო ონლაინ ფანტაზიასთან, თითქოს ისრაელი მხოლოდ ამერიკული დახმარების გამო არსებობს დღეს. ან როგორც ტაკერმა თქვა, რომ ისრაელი ვერ შეძლებდა თავის დაცვას შეერთებული შტატების გარეშე. კიდევ ერთხელ მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც აბსოლუტურად არაფერი ესმის აშშ-ისა და ისრაელის ურთიერთობის შესახებ, შეძლებდა ასეთი სულელური რამის თქმას. ან ვიღაც, ვინც სრული მათგუარაა, მაგალითად Tucker Carlson-ი. ისრაელი ვერ შეძლებდა ბლოკადის შენარჩუნებას ან ებას ან თავის დაცვას 24 საათის განმავლობაში 1.5 ტრილიონი დოლარის ღირებულების აშშ-ის დახმარების გარეშე. აშშ-ში სამხედრო მხარდაჭერა და ის მრავალწლიანი თავდაცვის გარანტია, რომელიც ისრაელთან გვაქვს, უზრუნველყოფს ამას. ეს რაღაცაა, რაც ტაკერმა თავში მოიგონა. ჯერ ერთი ეს 1.5 ტრილიონი დოლარი არ არის. ამჟამინდელი დახმარების ჩარჩო დაახლოებით 3.8 მილიარდი დოლარია წელიწადში, რაც შეიძლება დიდ თანხად მოგეჩვენოთ, სანამ არ გაიგებთ, რომ აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტი თითქმის 7 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ეს ამერიკის ფედერალური ბიუჯეტის დაახლოებით 0.05%-ია. და აი ის ნაწილი, რომელსაც ისინი არასდროს გეუბნებიან. ამ თანხის უდიდესი ნაწილი ისევ ამერიკის ეკონომიკაში ბრუნდება თავდაცვის შესყიდვების გზით. ისრაელი ვალდებულია შეიძინოს მხოლოდ ამერიკელი იარაღის მწარმოებლების პროდუქცია ამერიკულ ქარხნებში, მომარაგების ჯაჭვებიდან და მუშახელისგან. დაახლოებით 70,000 ამერიკული სამუშაო ადგილი ყოველწლიურად იქმნება ან ინარჩუნებს ამ პარტნიორობით. ასე რომ ამერიკელები ფულს ისრაელში არ აგზავნიან მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ გადავრჩეთ. აშშ-ის მთავრობა აფინანსებს საკუთარ თავდაცვის ინდუსტრიას, ამავე დროს აძლიერებს სტრატეგიულ მოკავშირეს და გულახდილად რომ თქვათ, ამით უფრო მეც იღებს ვიდრე იხდის. დაუბრუნდეთ ცოტა უკან. აშშ-დან ისრაელისთვის დახმარება რეალურად მხოლოდ 1967 წლის 6 დღიანი ომის შემდეგ დაიწყო. რატომ?
არა იმიტომ, რომ ისრაელს ეს სჭირდებოდა, არამედ იმიტომ, რომ აშშ-მ ეს შესაძლებლობად მიიჩნია. და სწორადაც, რომ ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ კიდევ ერთი ფრონტი გქონოდა. სამხედრო დახმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა იომ-კიპურის ომის შემდეგ 1973 წელს და შემდეგ კიდევ უფრო გაფართოვდა სხვადასხვა ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, რომლებიც ერთდროულად ზღუდავს ისრაელის არჩევანს სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის მხრივ და ასევე უზარმაზარ სარგებელს აძლევს შეერთებულ შტატებს. დღემდე შეერთებული შტატები ამ ურთიერთობიდან უზარმაზარ სარგებელს იღებს. ისრაელის დაზვერვამ არაერთხელ შეაჩერა დიდი ტერორისტული შეთქმულებები, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებს, განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებს ემუქრებოდა. მათ შორის ავიაციის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმები, ISIS-ის ოპერაციები, ირანის ტერორისტული უჯრედები და ქსელები, ასევე ამერიკელებისა და ევროპელების წინააღმდეგ საზღვარგარეთ დაგეგმილი თავდასხმები. არ არის გადაჭარბებული თქმა, რომ დღეს ათასობით ამერიკელი ცოცხალია, მხოლოდ იმიტომ, რომ ისრაელის დაზვერვამ ინფორმაცია გაუზიარა შეერთებულ შტატებს. ამიტომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა ამერიკელმა დაზვერვის წარმომადგენლებმა არაერთხელ დაახასიათეს ისრაელის დაზვერვა, როგორც უნიკალურად ღირებული, რომლის ფასი $1 მილიარდშია შეფასებული, რადგან ისრაელი ღრმად მუშაობს მტრულ ქსელებში, რომელთა შეღწევაც დასავლეთის სააგენტოებისთვის რთულია. ასე რომ, როცა ასეთი სულელები, როგორიცაა ტაკერ კარლსონი, ინტერნეტში ყვირიან, შეწყვიტეთ დახმარება ისრაელისთვის, გულწრფელად რომ თქვა, კარგი. აღარ იქნება დაზვერვის გაზიარება, აღარ იქნება რეგიონული ანტიტერორისტული თანამშრომლობა, აღარ იქნება საბრძოლო ინოვაციების გაზიარება, აღარ იქნება სარაკეტო თავდაცვის კოორდინაცია, აღარ იქნება შეზღუდვები ისრაელის იარაღის ექსპორტზე. ვაშინგტონის ამჟამინდელი პოლიტიკიდან გამომდინარე, რადგან განსხვავებით იმისგან, რასაც ეს ადამიანები ფიქრობენ, ისრაელი არ არის ამერიკაზე დამოკიდებული პროექტი. ჩვენ სუვერენული ერი ვართ და სრულიად კარგად ვიქნებოდით შეერთებული შტატების გარეშე. თუმცა შეერთებული შტატები უსასრულოდ უფრო სახიფათო იქნებოდა ისრაელის გარეშე. ეს მითი, რომელსაც ტაკერი ავცელებს, თითქოს ისრაელს არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა შეერთებული შტატების გარეშე, სრულიად მოწყვეტილია რეალურ სამხედრო მდგომარეობას. 1948 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ჩვენ მრავალფრონტიანი ომი მოვიგეთ, სრულიად აშშ-ის დახმარების გარეშე. და თუ ჩვენ შევწყვეტ ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან, ჯანდაბა შეიძლება ისე მოგცენ ომების მოგების საშუალება. იცი, ისე რომ პრეზიდენტი არ გამოაცხადებს ცეცხლის შეწყვეტას, როცა რეალურად არაფერი შეცვლილა. ასე რომ დიახ, ტაკერ, აშშ-ის დახმარების შეწყვეტა ისრაელისთვის არის ის, რასაც ბევრ ისრაელს ნამდვილად უნდა. მაგრამ განსხვავებით შენი ანალიზისგან, თუ ამას ანალიზს უწოდებთ, ეს იმიტომ, რომ ჩვენ ეს დახმარება არ გვჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი თავი დავიცვათ. და არც ვაშინგტონის მუდმივი მცდელობა გვჭირდება, რომ გავლენა მოახდინოს ისრაელის პოლიტიკასა და თავდაცვის გადაწყვეტილებებზე. ნამდვილი სარგებელი აქ ისაა, რომ ორივე ქვეყანა უფრო ეფექტურია და უფრო უსაფრთხოა, როცა ერთად მუშაობენ. მაგრამ თუ ამერიკელ საზოგადოებას ტაკერ კარლსონის რჩევით ისლამისტების გზაზე სურს ასვლა, ახლან ვასახლან, წარმატებებს გისურვებთ ამერიკამ. ეხლა კი რადგან საუბრობთ აღშფოთებაზე დამოკიდებულ ინტერნეტ უცნაურებზე, რომლებიც თითქოს პოლიტიკურ ძალაუფლებასთან ახლოს უნდა იყვნენ, მოდით ვისაუბროთ კონგრესის კანდიდატ დენ ბილზერიანზე. ეს ამბავი იმდენად გიჟურია, რომ თითქმის სოციალური მედიის ექსპერიმენტს გავს. ვნახოთ, რამდენად შეიძლება დეგრადივდეს ცივილიზაცია, სანამ ხალხი ბოლოს არ იტყვის, იქნებ შევწყვიტოთ ინტერნეტ ფსიქოპათების პოლიტიკაში შეყვანა. აქ ყავს ეს ადამიანი, რომელიც ცნობილი გახდა ნარკოტიკებით, იარაღით, აზარტული თამაშებით, ქალთმოძულეობით და ძალადობის ბრალდებებით. იქცევა როგორც კოკაინზე მყოფი სტუდენტი უსაზღვრო ფულით და თითქოს მეძავებს უხდის, რომ აჩვენონ თითქოს მოსწონთ. კაცი, რომელმაც მთელი თავისი კარიერა პოდკასტების ძმაკაცურ კულტურაზე ააგო, ისეთ უცნაურებთან ერთად, როგორიცაა ენდრიუ თეიტი. და ეხლა ის ფლორიდაში რენდი ფაინის წინააღმდეგ კონგრესში კენჭის ყრას აპირებს. მაპატიეთ, მაგრამ ეს ინტერნეტის ეპოქის ის ნაწილია, რომელიც მართლა მიშლის twins. ჩვენ იმ ეტაპამდე მივედით, როცა ადამიანები ინტერნეტში უზნეო საქციელით მთელ კარიერას იშენებენ, შემდეგ კი ერთ დილას იღვიძებენ და გადაწყვეტენ, იცით რა. ალბათ უნდა დავეხმარო აშშ-ს მთავრობის მართვაში, მაგრამ ყველაზე უცნაური ისაა, რომ დენ ბილზერიანი უბრალოდ რიგითი ინფლუენსერი იდიოტი არ არის. ის ინტერნეტში ერთ-ერთი ყველაზე ბილწი და ღიად ებრაელთ მოძულე ადამიანია. ეს არის ადამიანი, რომელიც ღიად ემუქრება ისრაელელების მოკლით, იმეორებს ნეონაცისტურ განცხადებებს, წლებია ებრაელებზე აკვიატებული და ახლა როგორც ჩანს, უცნაური იდეოლოგიური ფეტიში აქვს ისლამის მიმართ. მარკლა ეს ყველაფერი გავს იმას, თითქოს უყურებ ვინმეს, ვისაც საჯაროდ ნერვული აშლილობა ემართება რეალურ დროში. მაგრამ რაც ამ კვირაში ნამდვილად მიიქცია ჩემი ყურადღება იყო ის, რომ უკვე სხვა ნეონაცისტებიც კი იწყებენ შეშფოთებას დენ ბილზერიანის გამო.
Nick Fuentesi, პატარა ნეონაცისტი ფანატიკოსი, რომელიც ინტერნეტში ლაპარაკით და აღშფოთების გამიზნულად გამოწვევით გახდა ცნობილი, ახლა აქ არის. ამტკიცებს, რომ თავად Dan Bilzerian-მა გვერდზე გაიყვანა, ტელეფონის დამალვა აიძულა, ცალკე ოთახში შეიყვანა და დაიწყო საუბარი ისრაელის მინისტრებისა და ცნობილი ებრაელი ფიგურების მკვლელობაზე. შემდეგ თითქოს სცადა მისი გადაბირება ყატარში წასვლაზე. ახლა ცხადია წყაროსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. Nick Fuentes-ზე ვსაუბრობთ. მაგრამ სულ რაღაც ერთ დღეში კიდევ ერთმა ღიად ებრაელთ მოძულე ლუკას გეიჯმა თქვა, რომ ზუსტად იგივე შემთხვევა მასაც შეემთხვა სხვა სიტუაციაში. იგივე ისტორია, დამალული ტელეფონი, ცალკე ოთახი, ძალადობაზე აკვიატება, ისრაელზე აკვიატება. ნახეთ რას ამბობს ლუკასი. და როცა ნიკის პოსტი დავინახე, უბრალოდ ვერ დავიჯერე. ნიკი ამბობს, რომ პირველად როცა დენის სახლში შეხვდა, ტელეფონები სხვა ოთახში დააწყებინა. შემდეგ მკითხა, რამდენად რთული იქნებოდა YouTube-ზე ამ სიტყვას ვერ ვიტყვი, ისრაელის მთავრობის მინისტრებისთვის ამის გაკეთება. შემდეგ დუბაიში და ყატარში დამპატიჟა, რაზეც უარი უთხარი, როცა იქ მიდიოდა, რომ უცებ წმინდა გამხდარიყო. ნიკი, ღმერთს გეფიცები და ჩემი შვილების სიცოცხლეს ფიცავ, ორი მშვენიერი შვილი მყავს. იგივე გამიკეთა მეც. ასე რომ, ავედით იქ. ამბობს რაღაცას ბენ შუბიზე. ამბობს იცის ბენ შაპირო, ხო? რას ფიქრობ მასზე? მაინტერესებს, არაფერი ქონდა დაგეგმილი. აი ამას ვამბობ. შეიძლება უბრალოდ კაცური უაზრო ლაკბობა იყო. ტიპო, ძმაო, ეს კაცი უნდა მოვიშოროთ. ხვდები რას გულისხმობ? აი მეც ასე ვიხავი და ვუთხარი, რომ ამას მნიშვნელობა არ ექნება. ხომ იცი, უბრალოდ სხვა ვინმეს დააკენებენ, რაღაცა ეგეთი. მაგრამ როგორც კი ნიკმა ეს გაავცელა, ვიფიქრე, კარგი, ეს უცნაურია. ამასთან ერთად არის კიდევ ერთი მესამე ადამიანი, რომელიც არც ნიქს და არც ლუკას არ უჭერს მხარს და მან დაადასტურა, რომ Fuentes-მა მართლაც პირადად მოუყვა მას ეს შემთხვევა მაშინვე, როცა ეს მოხდა. ეხლა უკვე რამდენიმე ადამიანი აღწერს ერთსა და იმავე არანორმალურ ქცევის მოდელს და გულწრფელად რომ თქვა, რაღაც ეტაპზე უნდა შევწყვიტოთ თავის მოტყუება. თითქოს ეს უბრალოდ ინტერნეტში უხეში საუბარია. იმიტომ რომ თუ ვინმე ღიად საუბრობს პოლიტიკური ფიგურების მკვლელობაზე, თუ ღიად ფანტაზიორობს ისრაელელების მოკლაზე, იქნებ უბრალოდ იქნებ. ასეთი ადამიანი საერთოდ არ უნდა იყოს საჯარო თანამდებობასთან ახლოსაც კი. გინდათ გიჟი დამიძახეთ. საერთოდ ამ ყველაფერში ყველაზე უცნაური ის არის, რომ როცა online America First-ის იგივე აუდიტორია უცებ ისლამისტური ესთეტიკის მიმართ ეს უცნაური ფეტიში უჩნდება, ეს რაღაც თავიდანვე მჭიდროდ იყო დაკავშირებული მთელ ამ მოძრაობასთან. ეხლა ძანიაკ აქვეყნებს თავის ფოტოებს, სადაც ყურანს კითხულობს, ყატარში ქეფიას ატარებს და საუბრობს იმაზე, რომ ისლამი მორალურად სწორია. კიდევ იმასაც ამბობს, რომ მუსლიმები მოსწონს, რადგან მათ გულწრფელი და უანგარო ძმობა აქვთ. ეს განსაკუთრებით სასაცილოა იმ ბიჭისგან, რომელმაც თავისი მთელი ბრენდი ააგო ნარკოტიკებზე, აზერტულ თამაშებზე, ძალადობაზე, ქალთმოძულეობაზე და ისე მოქცევაზე, თითქოს მოსიარულე ვენერიული დაავადებაა. მართალია. მართლა რო გითხრა, დღეს მსოფლიოში ერთადერთი ნამდვილი ბრძოლა, რომელიც ღირს ბრძოლად, არის ის, რომ იცი, ისრაელის განადგურებაა. მართლა ხვალვე ჩავეწერებოდი და წავიდოდი, რომ იქ ვიბრძოლო და ისრაელები მოკლა. ეს ჩემთვის შესანიშნავი დღე იქნებოდა. სადაც არ უნდა იყოს, ყველგან ჩავეწერებოდი გაწვევის სიაში. მომეცი შაშხანა და გამიშვი იქ. მართლა მჯერა, რომ იმ ქვეყნის უმრავლესობა ბოროტია და ისინი გენოციდს ახორციელებენ. ისინი აპარტეიდს ამყარებენ. ისინი ავიწროებენ პალესტინელებს. ესხმიან თავს მეზობლებს. ისინი ტერორისტებივით მოქმედებენ. ისინი ამპარტავნები, უმადური ნაბიჯრები არიან და ისინი რუკიდან უნდა წაიშალონ. რაც შეეხება ამპარტავან და უმადურ ნაბიჯრებს, არ ვიტყვი ვინ უნდა წაიშალოს რუკიდან, რადგან ძალადობისკენ არ მოუწოდებ არავის მიმართ. მაგრამ ამ ბიჭს ხო გაკვეთილი უნდა ასწავლონ. და ნახეთ, ეს მნიშვნელოვანია, რადგან საქმე მხოლოდ Dan Bilzerian-ს არ ეხება. ეს ერთი პრობლემაა. ის უბრალოდ ყველაზე კარიკატურული მაგალითია უფრო ფართო ტენდენციისა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველგან ყავს ღიად ებრაელთ მოძულე ადამიანები, რომლებიც თანამდებობებზე იყრიან კენჭს. ვგულისხმობ იმას, რომ ზორან მამდანი ნიუ-იორკის მერის პოსტს იგებს და ახლა ყველანი ვხედავთ, როგორ მიდის საქმე ნიუ-იორკის ქალაქში. მაგრამ ასევე ყავს ადამიანები, როგორიცაა აბერ კავასი, DSA-ის კანდიდატი და აქტივისტი, რომელიც დაკავშირებულია CARE-თან, რომელმაც 9/11-ის მნიშვნელობა შეამცირა და ახლა ნიუ-იორკის შტატის ასამბლეაში იყრის კენჭს. რა თქმა უნდა, მას თავად მამდანი უჭერს მხარს, აი რას ამბობს ის 9/11-ზე. კაპიტალიზმის, რასიზმის, თეთრკანიანთა უზენაესობის და ისლამოფობიის სისტემა ყოველთვის გამოიყენებოდა მიწების კოლონიზაციისთვის, ხომ ასეა, სხვა ხალხის რესურსების დასართმევად, ასე რომ ეს გრძელვადიანი პროცესია. და ჩვენ უბრალოდ ვხედავთ ამ გაგრძელების გამოვლინებებს, ხომ ასეა, 9/11-ის მაგალითზე.
ამიტომ ხშირად როცა ადამიანები გთხოვენ რომ უპასუხოთ მაგალითად თავდასხმაზე, ხომ ასეა? თუ ისტორიულად უკან გაიხედავთ, ხომ ასეა, ჩვენთან ბევრი მოვდივართ მიწებიდან, რომლებიც კოლონიზებული იყო, სადაც ომები მიმდინარეობდა, ხომ ასეა? ხშირად ეს ხდება აშშ-ის ან ევროპის პოლიტიკის გამო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამაზე შეგვიძლია საერთო ენის პოვნა. მაგრამ ასევე ის იდეა, რომ თითქოს ტერორისტული თავდასხმის გამო უნდა მოვიხადოთ ბოდიში, რომელიც რამდენიმე ადამიანმა ჩაიდინა. და ამ დროს გენოციდისა და მონობისთვის და სხვა მსგავსი დანაშაულებისთვითვის არც ბოდიში მოიხადა ვინმემ და არც კომპენსაცია გადაიხადა, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია. მონობა? თანამედროვე მონობა ჯერ კიდევ ერთ-ერთი იშვიათი ადგილას არსებობს, რომელსაც არაბულ მუსლიმურ სამყაროს უწოდებთ, მაგრამ იცით, გადავუხვიეთ ემას, ეს სულ სხვა ეპიზოდია, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამასობაში დავბრუნდეთ Dan Bilzerian-ზე, რომელიც ჩატში ისე შემოდის, თითქოს ინტერნეტული ტვინ გახსნის კოკაინით გაბრუებული ფინალური ბოსია. და თუ გინდათ გაიგოთ რეალურად რამდენად ცუდია ეს ბიჭი, მინდა ვითამაშოთ სახალისო თამაში. ვინ თქვა ეს? ისლამისტმა ტერორისტებმა თუ Dan Bilzerian-მა? ვნახოთ გამოიცნობთ თუ არა. პირველი ციტატა. დავდებდი ჩემს მთელ ქონებას, რომ ეს 6 მილიონზე ნაკლები იყო. მათემატიკა არ გამოდის. თუ დენი გამოიცანით, მართალი ხართ. ეს Dan Bilzerian-ია, რომელიც ჰოლოკოსტის უარყოფაშაშია ჩართული. ან შემდეგი. ჯერა რომ ებრაული უზენაესობა დღეს მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი საფრთხეა. დღევანდელი პრობლემების უმეტესობა ებრაული უზენაესობის გამოა გამოწვეული. რას ფიქრობთ? აი ეს ესია თუ Dan Bilzerian-ი. რთულია გარჩევა, მაგრამ ეს დენია. ეს კი მოკლედ რომ თქვათ, ჩვენ უნდა დავესხათ დედამიწაზე მყოფ ყველა ებრაელს. დაჯერება გინდათ თუ არა, ეს დენი არ არის. ეს სინამდვილეში ჰამასის მეთაურის ფათი ჰამადის ციტატაა. მაგრამ როგორც ხედავთ, რიტორიკის გარჩევა თითქმის შეუძლებელია. და შემდეგ იუდაიზმი ხელს უწყობს უზენაესობასა და გაუპატიურებას და სხვებისგან ქურდობას, სანამ ისინი ებრაელები არ არიან. ისრაელი ამის გამოვლინებაა. მე ვფიქრობ, რომ რელიგია საშინელია. თუ გამოიცანით დენი, მართალი ხართ, ის არც კი ცდილობს თავი მოაჩვენოს, რომ პრობლემა მხოლოდ სიონისტებთან აქვს. არა, დანისთვის ეს ებრაელებზეა. და ბოლოს ხვალვე ჩავეწერებოდი და წავიდოდი და ადგილზე საბრძოლველად ჩავერთვებოდი. ისრაელელებს მოვკლავდი, მომეცით თოფი და გამიშვით იქ. დიახ, როგორც რამდენიმე წუთის წინ მოვისმინეთ, ეს ყველაფერი დანის სიტყვებია და არა, ეს არ არის და არასდროს უნდა იყოს ნორმალური პოლიტიკური დისკუსია. ეს არის ღია რასობრივი სიძულვილი. და მაინც რატომღაც ამ ადამიანს ინტერნეტის გარკვეული ნაწილი მაინც აღიქვამს როგორც ლეგიტიმურ პოლიტიკურ ხმას და არა იმად, რაც სინამდვილეში არის. ხრმად შეშლილი, ებრაელთმოძულე უცნაური ადამიანი და ასევე სრული იდიოტი, რომელსაც არანაირი დადებითი თვისება არ აქვს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ადამიანებმა უნდა გაიგონ, არის ის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ინტერნეტში არ რჩება. როდესაც მუდმივად ამართლებ ებრაელთა უზენაესობის, გლობალური ებრაული შეთქმულებების შესახებ რიტორიკას და ძალადობის ნორმალიზებას ისრაელელების მიმართ, საბოლოოდ ადამიანები მოქმედებაზე გადადიან. ასე მუშაობს რადიკალიზაცია. ასე მუშაობს ექსტრემიზმი. და გულწრფელად რომ თქვა, ვინც ამ ადამიანს შეხედავს და ფიქრობს, რომ დიახ, ეს არის ადამიანი, ვინც უნდა განსაზღვროს ამერიკული პოლიტიკა, ალბათ არ უნდა ენდონ მძიმე ტექნიკის მართვას, მით უმეტეს საარჩევნო კაბინაში შესვლას. მაგრამ სანამ ინტერნეტ ჯამბაზები, როგორიცაა დენი, ონლაინში რევოლუციონერებად ირგებენ თავს, რეალური რეჟიმები აგრძელებენ ამგვარი სიძულვილისა და манипуляციის ექსპორტს ინდუსტრიულ მასშტაბზე. და ეს გვიყვანს ამ კვირის კარგ, ცუდ და უშნო ამბებზე. დავიწყოთ ჩვენი უშნო ამბით, რადგან ამ კვირაში ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ გადაწყვიტა მსოფლიოს შეახსენოს, რომ ის არა მხოლოდ ტერორისტული რეჟიმია, არამედ სრულიად შეშლილიც. მართლა მინდა რომ ხალხმა გაიგოს, რამდენად უცნაურია ეს ამბავი სინამდვილეში. როგორც ჩანს, ირანის ისლამური რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტროში ან პროპაგანდის აპარატში რაღაც მემორანდუმი გავიდა, რადგან რამდენიმე საელჩომ და რეჟიმთან დაკავშირებულმა ანგარიშებმა მოულოდნელად დაიწყეს თეთრი სახლის პრესმდივან კაროლინ ლევიძე ონლაინ შეტევები და რა იყო მისი დანაშაული. ბავშვი გააჩინა. გეფიცებით, ამას არ ვიგონებ. რეჟიმა სოციალურ ქსელში მისი ახალშობილის შესახებ პოსტებზე პასუხად, ეს ყველაფერი გადააქცია პროპაგანდად, რომელიც უკავშირდება აშშ-ის ბოლო იერიშს ირანის რევოლუციური გვარდიის ბაზაზე მინაფში. ეხლა კი რეჟიმი ამტკიცებს, რომ იერიშმა სკოლაში, რომელიც ობიექტის მახლობლად მდებარეობს, ათეულობით ბავშვი იმსხვერპლა. სხვათა შორის, თუ ბავშვებს და სკოლებს ირანის რევოლუციური გვარდიის სამხედრო ობიექტებში ათავსებთ, ეს თავისთავად ომის დანაშაულია. მაგრამ ისლამური რესპუბლიკა სწორედ ასე იქცევა. ბავშვებს ადამიანურ ფარად იყენებს და მერე თავს იკატუნებს, თითქოს ადამიანის სიცოცხლე ადარდებდეს. და გულწრფელად რომ თქვა, აქ თვალთმაქცობა იმდენად უკიდურესია, რომ თითქმის კომიკურიც კი ხდება, რადგან ეს იგივე რეჟიმია, რომელმაც ირან-ერაყის ომის დროს ბავშვები ნაღმებით სავსე ველებზე გაატარა.
ეს იგივე რეჟიმია, რომელმაც 9 წლის კიან პირფალეკი მოკლა. იგივე რეჟიმი, რომელმაც იანვრის პროტესტების დროს ასობით ბავშვი და მოზარდი მოკლა, სულ რამდენიმე დღით ადრე მინებზე თავდასხმამდე. მათ ბავშვები არ აინტერესებთ. მათ აინტერესებთ პროპაგანდა, ძალაუფლების შენარჩუნება და მათი ისლამისტური რევოლუციის ექსპორტი. სულ ესაა. თუ ამ რეჟიმს მართლა აინტერესებდა ბავშვები, ირანელ ბავშვებს ქუჩაში არ ესროდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი აქციის ახლოს იდგნენ. ირანელ თინეიჯერებს ციხეში არ აწამებდნენ. და ირანელ ოჯახებს არ მოუწევდათ საკუთარი ვაჟებისა და ქალიშვილების ცხედრების ამოცნობა დემონსტრაციების შემდეგ. და გულწრფელად რომ ვთქვათ, არც ერთ რეჟიმს დედამიწაზე არ აქვს ბავშვების მეტი სისხლი ხელებზე, ვიდრე ირანის ისლამურ რეჟიმს. არა მხოლოდ ირანელი ბავშვები, არამედ პალესტინელი ბავშვები, ლიბანელი ბავშვები, სირიელი ბავშვები, ისრაელელი ბავშვები, იემენელი ბავშვები და სხვები. ამ რეჟიმმა 10 წლეულები დახარჯა ახლო აღმოსავლეთის მთელი თაობების თავის რევოლუციური პროექტისთვის საზარბაზნე ხორცად ქცევაში. ჰამასი, ჰეზბოლა, ჰუთები, ბასიჯი და ირანის რევოლუციური გვარდია. ყველა მათგანმა გაანადგურა უთვალავი ბავშვის ცხოვრება მთელ რეგიონში. და მაინც ყოველ ჯერზე, როცა ისლამური რესპუბლიკა სამხედრო დარტყმას იღებს, უცებ ჩვენგან ელიან, რომ დავიჯეროთ, თითქოს ისინი ადამიანის უფლებების აქტივისტებად იქცნენ. ეს სიგიჟეა. და ესეც ბევრად უფრო დიდი ტენდენციის ნაწილია, რაზეც ხალხმა ნამდვილად უნდა გაამახვილოს ყურადღება. ისლამური რესპუბლიკა მხოლოდ ტერორიზმს არ ექსპორტირებს, ის პროპაგანდასაც ავრცელებს. მათ კარგად ესმით, რომ სოციალური მედია ახლა ბრძოლის ველის ნაწილია. ამიტომ ისინი იღებენ პოსტს ახალ დედაზე და მას პროპაგანდის კამპანიად აქცევენ. ისინი ცდილობენ თანაგრძნობით ისარგებლონ და მანიპულირონ დასავლეთის აუდიტორიით, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ხვდება სინამდვილეში რა არის ეს რეჟიმი. მაგრამ ადამიანებმა ძალიან ნათლად უნდა გაიგონ ერთი რამ. ისლამური რესპუბლიკა არ აფასებს ადამიანის სიცოცხლეს, ბავშვებისაც კი, მასთვის მთავი ძალა, შიში, ჯიჰადი და გადარჩენაა. და სწორედ ამიტომ მათი ყურება როგორ თავს იჩენენ, თითქოს ბავშვებზე ზრუნავენ, მას შემდეგ რაც 10 წლეულებია რეგიონში მათ ხოცავენ, ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი რამაა, რასაც ინტერნეტში ნახავთ. ისლამური რესპუბლიკა უბრალოდ მთავრობა არ არის, ეს არის იდეოლოგიური სიკვდილის კულტი, რომელსაც საკუთარი საელჩოების ქსელი აქვს მისი გავრცელებისთვის. ეხლა კი კვირის ცუდი ამბავი, რადგან ამ კვირაში ავსტრალიამ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რა ხდება მაშინ, როცა დასავლეთის ქვეყნები წლებია თავს იკატუნებენ, თითქოს რადიკალიზაცია უბრალოდ კულტურული მრავალფეროვნებაა. ავსტრალია ამჟამად ებრძვის იმ შედეგებს, რაც გამოწვეულია ISIS-ის პატარძლების სახლში დაბრუნებით, მას შემდეგ რაც ისინი შეუერთდნენ ერთ-ერთ ყველაზე სადისტურ ტერორისტულ ორგანიზაციას დედამიწაზე. ახლა კი მათგან ზოგიერთ სასამართლო ელის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, რაც დაკავშირებულია იეზიდი ქალის დამონებასთან და სხვა საშინელ ISIS-ის დანაშაულებთან ერთად. ეხლა ავსტრალიის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ამ ქალებიდან 2 მონაწილეობდა იეზიდი ქალის მონათშენახვაში საკუთარ სახლში, ISIS-ის კონტროლირებად სირიაში, მას შემდეგ რაც ქალი სავარაუდოდ $10,000 შეიძინეს. აი ამაზე ვსაუბრობთ აქ. ეს წიგნის კლუბი არ არის. ეს არის ISIS, გენოციდური ისლამისტური სიკვდილის კულტია, რომელმაც მშვიდობიანი მოსახლეობა ამოხოცა, ქალების სექსუალურ მონებად აქცია და ადამიანებს კამერაზე თავები მოკვეთა. ასევე რელიგიური უმცირესობები ამოწყვიტა ერაყსა და სირიაში. მიუხედავად ამისა, ავსტრალია მაინც მისცა მათ დაბრუნების უფლება და ნახეთ, რამდენად მადლიერები იყვნენ ისინი. რატომ მოხვედით ინში? რატომ დაქორწინდით ISIS-ის ტერორისტზე? ჩუმად იყავი შენ, ბოზო. თქვენი შვილები კანონების ქვეშ იყვნენ. რა მიშვი? რა აქვს არჩევანი? მე საუბრე და მეც გესაუბრები, კარგი? რა საპირებ? ახლა რა საპირებ? რა დახვეწილია. ისლამისტი ბანდიტები ავსტრალიელ ჟურნალისტს, რომელიც თავის საქმეს აკეთებს, ბოზზე ძახიან. ეს ადამიანები კაცობრიობის ნამდვილი სიბინძურია და ვერ ხვდები, რატომ უნდა დაუშვას ავსტრალიამ ასეთი ცირკი საერთოდ. ანუ რა შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ISIS-ში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ვინმეს ავსტრალიური ღირებულებები აქვს, ან პატივს სცემს ავსტრალიის კანონებს, კულტურას ან ცივილიზაციას. მაგრამ აბსურდი აქ არ დასრულებულა. როდესაც ბრალდებულები სასამართლოში გამოცხადდნენ, მათ უარი თქვეს მოსამართლისთვის ადგომაზე, რის გამოც მაშინვე სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდება წაუყენეს, რაც გულწრფელად რომ თქვამ, იდეალურად ასახავს აქ არსებულ მთელ პრობლემას. დასავლეთის ქვეყნები განაგრძობენ იმ ადამიანების შემოყვანას, ან ამ შემთხვევაში ხელახლა შემოყვანას, რომლებიც ღიად სცულთ დასავლური ღირებულებები და შემდეგ გაოცებულები რჩებიან, როცა ამ ღირებულებებს პატივს არ სცემენ. და მაინც ისევ და ისევ დასავლეთის ქვეყნებს უჭირთ ძალიან მარტივი რამის აღიარება. იდეოლოგიას აქვს მნიშვნელობა და რადიკალიზაციასაც აქვს მნიშვნელობა. წლების განმავლობაში არსებობდა ასეთი უცნაური მედია ნარატივი. თითქოს ISIS-ის პატარძლები უბრალოდ შეცდომაში შეყვანილი გოგონები იყვნენ, რომლებიც სოციალური მედიის გავლენას ახვნენ.
მაპატიეთ, მაგრამ რაღაც ეტაპზე პირადი პასუხისგებლობა უნდა ჩაერთოს ამ საუბარში. თქვენ არ გადადიხართ მსოფლიოს მეორე მხარეს ISIS-ში გასაწევრიანებლად ისე, რომ არ იცოდეთ რა არის ISIS. და სწორედ ამიტომ ეხლა ასე ბევრი დასავლური ქვეყანა სრულიად მოუმზადებლად გამოიყურება იმ იდეოლოგიური კონფლიქტისთვის, რომელსაც შიგნით აწყდებიან. რადგან წლები გაატარეს, ყველა გამაფრთხილებელი ნიშანი შეუწყნარებლობად და ისლამოფობიად მიიჩნიეს, პრობლემას კი სერიოზულად არ მიუდგნენ. ისლამისტური ექსტრემიზმის არსებობის უარყოფა ბოლო 20 წლის ერთ-ერთ ყველაზე დამანგრეველ დასავლურ ილუზიად იქცა. და ახლა ავსტრალია ამ ილუზიის შედეგებს რეალურ დროში ებრძვის. რადგან აქ მთავარი კითხვა მხოლოდ ის არ არის, რას აკეთებთ ISIS-ის ცოლებთან. ნამდვილი კითხვა ისაა, როგორ გახდა დასავლური საზოგადოებები ასეთი სუსტი, დანაშაულის გრძნობით სავსე და იმდენად შეშინებული, რომ ვინმეს არ აწყენინონ, რომ საერთოდ შეწყვიტეს საკუთარი ცივილიზაციის დაცვა. და ბოლოს კვირის კარგი ამბავი, რადგან მთელი კვირის განმავლობაში ინტერნეტით ტვინის გადაგვარების, პროპაგანდის, ISIS-ის ცოლებისა და პოდკასტის ბიჭების პოლიტიკოსებად გადაცმის შემდეგ მნიშვნელოვანია ხალხს შევახსენოთ, რას აკეთებენ რეალური სახელმწიფოები. სანამ ინტერნეტის ნახევარი ისრაელზე ყვიროდა, ონლაინში როგორც ჩანს, ისრაელი ჩუმად მარქავდა საიდუმლო მოწინავე ბაზას ერაყის ტერიტორიაზე ირანთან ომის დროს. და ეს ამბავი სრული სიგიჟეა. ახალი გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ისრაელმა დასავლეთ ერაყში დაარსა ფარული ბაზა, რომელიც გამოიყენებოდა ოპერაციების მხარდასაჭერად ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ომის დროს. ეხლა გავრცელებული ინფორმაციით ბაზაზე განთავსებული იყო სპეციალური ძალები, ლოგისტიკური აღჭურვილობა და საძიებო სამაშველო ჯგუფები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ ისრაელის პილოტებს ირანის ტერიტორიაზე ჩამოაგდებდნენ. ასე რომ ისრაელი მხოლოდ შორ მანძილზე ოპერაციებს არ ატარებდა რეჟიმის წინააღმდეგ, არამედ ასევე ქმნიდა საჭირო ინფრასტრუქტურას პერსონალის გადასარჩენად, თუ რამე არასწორად წავიდოდა მტრის ტერიტორიაზე სიღრმეში და აქ იწყება ამბის კიდე უფრო გასაოცარი ნაწილი. Wall Street Journal-ის ანგარიშის მიხედვით ოპერაცია თითქმის გამოაშკარავდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ერაყელმა მწყემსმა შენიშნა უჩვეულო აქტივობა ამ ადგილის მახლობლად. მწყემსმა გააფრთხილა ერაყის უსაფრთხოების ძალები, რომლებმაც დაიწყეს ამ ტერიტორიისკენ გადაადგილება გამოძიების მიზნით. ამ დროს ომამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე ისრაელმა იძულებული გახდა დარტყმები მიეყენებინა მოახლოებული ერაყული ძალებისთვის. ოპერაციის დასაცავად და ბაზის კომპრომეტირების თავიდან ასაცილებლად. ასე რომ ჩვენ გვყავდა ისრაელის სპეციალური ძალები ერაყის ტერიტორიაზე, საიდუმლო ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ოპერაციებს უჭერდა მხარს. ძებნისა და გადარჩენის პერსონალი ემზადებოდა იმ შემთხვევისთვის, თუ პილოტებს ჩამოაგდებდნენ, ხოლო რეალურ დროში დაზვერვა და საჰაერო ძალა გამოიყენებოდა მთელი ოპერაციის დასაცავად. სანამ საზოგადოება საერთოდ გაიგებდა მის არსებობას, ეს არის რეალური სინამდვილე იმისა, თუ როგორ იცავს ისრაელი საკუთარ თავს ახლო აღმოსავლეთში. და რაც ამ ისტორიაში ჩემთვის მნიშვნელოვანია, ის არის, რომ ის ახსენებს ხალხს იმ რაღაცას, რასაც ინტერნეტი ხშირად ივიწყებს, როცა საქმე ისრაელს ეხება. ჩვენ არ გვაქვს მარცხის ფუფუნება. როცა ისრაელი ომში მიდის, მას ყველაფერი უნდა დაგეგმოს. არა მხოლოდ როგორ დაარტყას სამიზნეებს, არამედ როგორ გადაარჩინოს პილოტები, როგორ გამოიყვანოს ოპერატორები, როგორ გადაარჩინოს მძევლები და როგორ დააბრუნოს თავისი ხალხის სახლში, თუ ისინი მტრის ტერიტორიაზე ჩარჩებიან. ეს ეთოსი მთელ ისრაელის საზოგადოებასა და ისრაელის უსაფრთხოების კულტურაშია გამჯდარი. ეს ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მორალური განსხვავებაა ისრაელსა და იმ რეჟიმებს შორის, რომელთაც ის ებრძვის. ჰამასი სამოქალაქო მოსახლეობას ეფარება. ისლამური რეჟიმი ბავშვებს მინების ველებზე ატარებს და ტერორისტულ მარიონეტულ დაჯგუფებებს აფინანსებს მთელ რეგიონში. ISIS ქალებს მონებად აქცევს, უმცირესობებს ხოცავს. მაგრამ ისრაელი უზარმაზარ რესურსებს ხარჯავს სამაშველო ოპერაციებში, ევაკუაციის შესაძლებლობების განვითარებაში და თავისი ხალხის ცოცხლად სახლში დაბრუნებაში. და სანამ დავასრულებთ, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ამბავი ასევე შესანიშნავი შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად ყალბია ინტერნეტში გავრცელებული ანალიზების უმეტესობა. ინტერნეტში ადამიანები ომზე ისე საუბრობენ, თითქოს ეს ვიდეო თამაშია ან პოდკასტის დებატია. ისინი ყველაფერს ჰეშტეგებად ან მიმებად აქცევენ და უმეტესად უბრალოდ საჩვენებელ აღშფოთებას გამოხატავენ. მაგრამ რეალური უსაფრთხოების ოპერაციები ასე გამოიყურება. ჩუმი, რთული, მაღალი რისკის და ხორციელდება იმ ადამიანების მიერ, ვინც იცის, რომ თუ ისინი ვერ გაართმევენ თავს, რეალური ადამიანები დაიღუპებიან. მიუხედავად იმისა, რასაც ადამიანები ისრაელზე ინტერნეტში ამბობენ, როცა ახლო აღმოსავლეთში რაღაც არასწორად მიდის, როცა ოპერაციების ჩატარება მტრულ ტერიტორიაზე ხდება, ან როცა ვინმეს ცეცხლის ქვეშ გადარჩენა სჭირდება, ძალიან დიდი შანსია, რომ ისრაელის ოპერატორები უკვე იქ არიან. და ამით ამ კვირისთვის ეს ყველაფერი იყო. მომავალ კვირას დაუბრუნდები და მოგიყვებით უფრო მეც ბოლო ამბებზე, რაც უნდა იცოდეთ ირანში და მის ფარბლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე. თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ ჩემთვის, დამიგავშირდით X-ზე, Emily K. Schroederis სახელზე, ან Instagram-ზე, Emily in Tel Aviv-ზე. მანამდე, მომავალ კვირას შევხვდებით JNS TV-ზე.